სრუბრალდებების საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ და საზოგადოების განწყობებით მანიპულირების მცდელობა სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე არხის თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესის შესახებ ისაუბრეს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა გუშინ არხის რეჟისორის მიერ გაჟღერებული ბრალდებები იყო თითქოს ფეხბურთის ტრანსლირებისას მას მთავრობის წევრების ხშირად გამოჩენას თხოვდნენ. არხის დირექტორმა, მედია დირექტორმა და თანამშრომლებმა განმარტეს, რომ მელიქიძის ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავსი მოთხოვნა მის მიმართ არასდროს გაჟღერებულა. თუ შეიძლება რომ თქვას ვინ დაიბარა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვინ უთხრა, ვინ თulis ამ საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომ ეს აღარ არის საზოგადოებრივი. მეგონი მოკლევის დროს ეს აუცილებლად ითქვა აქ. ჩვენ პარლამენტში გვექნება პრობლემები. მე მინდა რომ ამაზე გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ მეც უნდა ვიცოდე ვინ არის ეს ადამიანი. შეიძლება ასე ფიქრობს ვინმე და ამაში ცუდი კი არ არის, რომ აუხსნათ, რომ ეს არ არის მენეჯმენტი, ეს არ არის დირექტორი და ის ბრალდებები, რომელსაც ის რეპუტაცია, რომელსაც ჩვენ ვიცავთ, მართლა წვეთწვეთ. შეიძლება გარე დაიბარა ვიღაცა. არ ვიცი. ამიტომ მე კახა მართლა გთხოვ რომ გითხრა, იმიტომ რომ შეიძლება შენ არ გინდოდა ეს ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ ისე იყოს აღქმული ადამიანებისგან, რომ დაიბარა, იმიტომ რომ კონტექსტი როცა არის სახელები და გვარები, ხო და ადამიანები უსმენ დამიბარეს, ესე იგი ხელმძღვანელობა იბარებს, როგორც წესი ხელმძღვანელობა იბარებს ხოლმე, ხო? აი აქ ვარ მე და რუსუდანი არც ვკითხავ ისე, ზუსტად ვიცი რომ ეს ესეა. არა მხოლოდ კახა არასდროს არავინ არ დამიბარებია, მით უმეტეს თუ ამას დირექტორთა საბჭოს სახე არ აქვს და თუ რაღაცას არ განვიხილავთ. ჩემი კითხვა და ამ შემთხვევაში მოგმართავთ, ერთადერთი პასუხი მაქვს. მე მეტი პასუხი არ მაქვს. რატომ დაჭირდა კახას ეს? რატომ ამ ხნის მანძილზე თუ რამე პრობლემა ქონდა, თუ რამე პრეტენზია ქონდა, თუ რამ არ მოსწონდა, რატო არასდროს არ დაცდენია ის ჩემთან? მე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს. ალბათ კახას უნდა და მიიღო ის შედეგი, რაც მიიღო. იმიტომ რომ რაღაც მისიან მიმართულად მიდის ერთიანად მაუწყებლის გაშავება, ცალკეული წევრების ბორდის თავმჯდომარეა თუ გენერალური დირექტორია და რა ვიცი რა აღარ მოვისმინეთ, ჯერი ჩემზეც დადგა ალბათ. მარტის თამაშის დროს მაქვს მიწერილი, რომ კახა გთხოვ რაღაცა ლოჟა აჩვენე რა, აი ესეთი თხოვნით მაქვს მიწერილი და კახას არ უპასუხია და მე მეუბნება უი ახლა ვნახე შენი მესიჯი ხო ვანახე. სტანდარტის მიხედვით ჩვენ გვაქვს გარკვეული ვალდებულებები, ანუ რანინგ ორდერები მოდის და გინახავთ ალბათ ხო, როდის რა უნდა ვაჩვენოთ. საქართველოს ალბანეთის მატჩი, რასაც გუშინ კახა ახსენა უშუალოდ. ჰიმნების დროს არ უჩვენებია VIP ლოჟა. რაზეც მე და ნათია მშვენიერაძე ადამიანები, რომლებიც UEFA-სთან უშუალოდ კომუნიკაციაში ვართ, წავედით PTS-ში, PTS-ზე ითქვა ასევე, რომ ჩვენ უფლება შესვლის იქ არ გქონდა, კახამ თქვა, რაც არის ტყუილი, კორექტულად და ძალიან ყოველთვის როგორც მახასიათებს ურთიერთობა ნებისმიერ თანამშრომელთან მიუმართეთ და ვუთხარით, რომ ასე ფედერაცია მოვიდა და რატომ არ ვაჩვენეთ ჰიმნების დროს VIP ლოჟა. კახა პირდაპირ დაიწყო გინება, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც მთავრობას, ასე დირექციას ტელევიზიის და პირადად მეც სიტყვერი შეურაცხყოფა მომაყენა. სამეურვეო საბჭოს წევრის გიორგი კოხეიძის თქმით, კახა მელიქიძის მიერ გაკეთებული ცილის მწამებლური განცხადება მიზნად საზოგადოების აღშფოთებას და შეცდომაში შეყვანას ისახავდა. ბორდის წევრმა გამოთქვა ეჭვიც, რომ მელიქიძის დაუსაბუთებელი ბრალდება შესაძლოა ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან წინასწარ იყო შეთანხმებული. თუ დავაკვირდებოდით გუშინდელ ჩვენ სხდომას, ძალიან კარგად ჩანდა, რომ ეს ყველაფერი არის ორგანიზებული, დაგეგმილი და ამას ახორციელებს ორგანიზებული ჯგუფი. და რას ახორციელებს? ახორციელებს იმას, რომ ჩაიგდოს მაუწყებელი ეთერში და შემდგომი ეტაპი ეს არის უკვე სახელმწიფო გადატრიალება. ეს არის გეგმა, რაც მათ უნდათ განახორციელონ. აქ დებს კონკრეტული мотиваცია. მე არ ვიცი ეს ფინანსურია თუ სხვა არის, მაგრამ კონკრეტული мотиваცია და ამისთვის ეს ყველაფერი უნდა შეისწავლონ აბსოლუტურმა სულ სხვა ორგანოებმა. და მე მაგ ადამიანის ცხოვრებას კაი ხანია ვიცნობ. იმან შეგნებულად გააკეთა დააბრალა ადამიანებს ისეთი რამე, რომელიც მე მგონია, რომ ფონდა გუშინ ეჭვი და ამასაც ვიტყვი რა არდემას იზავ. ფონდა გუშინ ეჭვი, რომ ეს ყველაფერი იყო ბორდთან გარკვეულ წევრებთან შეთანხმებული. აი იმიტომ გააკეთა, რომ ხალხი აღშფოთებული იყო, აი ეს ქარდები ყოფილიყო რაღაცები გამოქვეყნებული, დედა თურმე თავის მოვალეობას ვერ ასრულებს. პირველი არხის საინფორმაციო უფროსმა ყურადღება ტელევიზიის პოლიტიკაზე და ინფორმაციის დაბალანსებულად გაჟღერების აუცილებლობაზე გაამახვილა. ეკაშონიას თქმით, იმ ფონზე, როცა მაუწყებელი საზოგადოებას ახალ ამბებს ყველა ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით აწვდის ობიექტურობის მოთხოვნას, ამოფარებული პროტესტის მონაწილეები ვითარებიან
მემკვიდრეების ცალმხრივად გაშუქებას და მათთვის მიუღებელი ადამიანების ეთერიდან დაბლოკვას ითხოვენ. საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენლებმა იმ უსაფუძვლო ბრალდებებსაც უპასუხეს, რაც ტელევიზიის მიმართ გაჟღერდა. მოდის რაღაც ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც კი არ აპროტესტებენ, რომ რაღაც არ მოწონთ. და მე მგონი ამაში რა ვიცი, კი ბატონო, ვიკამათოთ ამაზე, რა არის შეურაცხყოფა. გვაყენებენ ენით აღუწერელ შეურაცხყოფებს, ბულინგის უკვე რა ფაზაში ვარ შესული, მათგან მე არ ვიცი, მართლა არ ვიცი და ამას ჩვენ ვიტანთ, ვითმენთ, ხმას არ ვიღებთ და ვაკეთებთ ჩვენ საქმეს. როდესაც ჩვენმა ოპერატორმა ეს გააპროტესტა, რომ უკაცრავად, მაგრამ ესეთ შეურაცხყოფებს ნუ მოგვაყენებთ, იქვე მეგობრებო, დინება არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით და ყველა ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავის მოსაზრება, მათ შორის ისეთი სიტყვებით, რომელიც თქვენთვის მიუღებელია. ამ ბრალდებების დიდი ნაწილი შეიცავდა ისეთ უზუსტობას, რა ვიცი, სიზუსტე მგონია, რომ მნიშვნელოვანია. მე პასუხისმგებელი ვარ გადამოწმებაზე ინფორმაციის, იმით, რომ ზიანი არ მივაყენო ვინმეს თუნდაც უნებურად. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველაფერი მოხდეს ეთერში და მაყურებლამდე მივიდეს ყველა ინფორმაცია. ეხლა მე თუ ვაცენზურებ ჟურნალისტებს, როგორ არის ეს ვიღაცას ერთ სიუჟეტში ვერევი და გავლენას ვატარებ, ოღონდ ვერავინ ვერ იპოვა ბუნებაში ეგეთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეკაშონიამ, ნინო თარგამაძემ, რა ვიცი, მაიამ, თამუნამ მაიძულეს სიუჟეტი გამეკეთებინა ასე, როცა მე ვფიქრობდი ესე, არ ვიცი. საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერებს იმ თანამშრომლების გულწრფელობასთან დაკავშირებით, ვინც არხის მენეჯმენტის მხრიდან შესაძლო ზეწოლაზე საუბრობენ, კითხვები უჩნდებათ მათი თქმით. ბრალდების ავტორებს ბოლო წლების განმავლობაში შესაძლო ზეწოლის თაობაზე პრეტენზია არასდროს დაუფიქსირებიათ. მე თავად ვთქვი უარი, რომ ვიყო ამ გამოშვების პროდიუსერი. ხა თქვენც ჩაგაყენებთ საქმის კურსში, რა არის ამის თავარი мотиваცია და მიზეზი. ამ სხდომებზე, ამ ორივე სხდომაზე ძალიან ბევრი საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ გავლენების ქვეშ. გუშინვე თვითონ თქვა, რომ ჩემზე გავლენა არ იყო. ამას როდესაც ჩვენ მქონდა შეხვედრა პროდიუსერებს და წამყვანებს ვასკასთან, მან იქაც მე ძალიან მარტივი კითხვა დავსვი. 7 წელიწად ნახევარია მე ვარ 6 საათიანი მომაბის პროდიუსერი. 7 წელიწად ნახევარი არ არის არც ერთი დღე, არც 2, არც 3 და არც ერთი წელი. ამ ხნის განმავლობაში, როცა არსებობს პრეტენზია, თუ ასეთი ცუდია, თუ ასეთი გავლენის ქვეშ ვართ, თუ ასეთ ზეწოლას ვახორციელებთ, წამყვანზე იქნება თუ ჟურნალისტზე, მინიმუმ ხო შეიძლება რომ მითხრა, რომ მე ეს ასე არ მინდა. 7 წელიწად ნახევარი ადამიანები დუმდნენ, ხმას არ იღებდნენ და 7 წელიწად ნახევრის თავზე უცებ, იმიტომ რომ აქცია მოგვადგა კარს, ამის შემდგომ ადამიანებმა გადაწყვიტეს რაღაც პროტესტის დაფიქსირება. სრულიად მოულოდნელად, ისე რომ წინაპირობა უბრალოდ არ ყოფილა, რომ ის რამე თუ ყოფილიყო ეთერით, არ ვიცი, რამის გაშუქებით, ის ადგა ეთერიდან და გავიდა ეთერიდან და აღარ დაბრუნებულა. რამდენიმე წუთში სანამ მოამბის სხვა პროდიუსერები და ჟურნალისტები გავიგებდით ამ ამბის შესახებ, სოციალურ ქსელებში დაიწერა, რომ ვასილი ივანოვმა პროტესტის ნიშნად დატოვა ეთერი. მეორე ან მესამე დღე იყო, ზუსტად არ მახსოვს, რომ ვასილი ივანოვ-ჩიქოვანი შევიდა ეთერში თიკოსთან და თქვა ის, რაც თქვა, რომ ვასილ მაღალაფერიძე არის ამ არხის პრობლემა. და გავიდა რამდენიმე დღე და მაშინდელმა პრეზიდენტმა, ანუ მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიიწვია ჟურნალისტები, მათ შორის დაზარალებული ჟურნალისტები და მათ შორის იყო ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის და მას მამაცობისთვის გადასცა მედალი, რომელსაც არ ვიცი 7 საათზე რომ დაიხურავდა ქუც იმ პერიოდში, როცა ჩვენ მართლა 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობდით, ის სამსახურში არ ყოფილა. აქციის მონაწილეების მხრიდან დაკომპლექტებული ეგრეთ წოდებული საინიციატივო ჯგუფის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერებისთვის ხელის შეშლაზე ისაუბრეს საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმაც. მათი განმარტებით იყო მოთხოვნა, რომ არხს გადაცემების სტუმრები, ფორმატები, კითხვები მათთვის შეეთანხმებინა, საპასუხოდ კი თავად საკუთარი სტუმრების დამალვით, გადაცემების საბოტაჟით და ტელევიზიის დისკრედიტაციის მცდელობებით იყვნენ დაკავებული. აპროტესტებდნენ მათთვის მიუღებელი სტუმრების გაშუქებასაც. გვიწევდა წარმოუდგენელ პირობებში მუშაობა. სტუმარი ფაქტობრივად საღამომდე არ ვიცოდი. ვინ იქნებოდა? არ ვიცოდი თემა, რა თემასთან დაკავშირებით მოდიოდა ესა თუ ის სტუმარი სასაუბროდ. იწუნებდნენ რესპონდენტებს თუ მეორე ნაწილს ხომ ჩვენ პატიჟებდით.
მიდიოდა დაწუნება, არა მარტო დაწუნება, მათი შეურაცხყოფა, მათი წარმოუდგენელი ბულინგი. სოციალურ ქსელებში ისეთ შეურაცხყოფებს აყენებდნენ ამ ადამიანებს ენით აღუწერელს, მათ ოჯახებს, უწყებლიდნენ შვილებს. ეს ხდებოდა მთელი თვენახევრის თუ ორი თვის განმავლობაში, დღესაც გრძელდება სხვათა შორის. იყო შეკითხვებთან მიმართებაში, ეს შეკითხვა როგორ დასვი? აი პირდაპირ მიდიოდა ბულინგი ჩვენი მისამართით, რომ ესა თუ ის შეკითხვა, ესა თუ ის საკითხი, როგორ გავბედეთ აი ასე და გავიტანეთ. რამდენიმე რესპონდენტს ვესაუბრე პირადად, სატელეფონო საუბარი შედგა, ისინი დამთანხმდნენ მოსვლაზე, გადაცემაში, სტუმრობაზე, შემდეგ დაახლოებით 10 წუთიანი ინტერვალით მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული საინიციატივო ჯგუფი და მათ აუკრძალეს გადაცემაში მოსვლა. რაც მოვისმინეთ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც გვესმის, ჩემზე არ ხდება გავლენა, ჩემზე გავლენას არავინ არ ახდენს. ამავდროულად ფიქსირდება ასეთი პოზიციები იგივე წამყვანების მხრიდან, ხომ? გუშინ მათ შორის რაც მოვისმინეთ. თუ მათზე გავლენა არ ხდება, ჩვენზე გავლენა არ, მაშინ საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? რისთვის ვიბრძვით მთელი აი ამ ხნის განმავლობაში და რას ვამტკიცებთ? ჩემი მთავარი მისია და ფუნქცია არის იქ, რომ ეს იყოს ნეიტრალური პლატფორმა საზოგადოებრივი მაუწყებლი, როდესაც ვისმენთ მძიმე ბრალდებებს იმის შესახებ, რომ გავლენებით იმართება და არხზე ღიად ტარდება სახელისუფლებო პროპაგანდა და იდეოლოგია, მე უბრალოდ ვისურვებდი, რომ წარმოდგენილი იყოს ფაქტები. ბრალდებების სიმძიმესა და დასაბუთების არარსებობაზე ისაუბრა გია მურღულიამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის განცხადებით, ბრალდებები რაც კონკრეტული ადამიანების მიმართ გაჟღერდა, როგორც ირკვევა ძირითადად კონკრეტული პირების აქმებზეა დაფუძნებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა აბსოლუტურად დაუდასტურებელი ინფორმაციით ხდება, რაც მიუღებელია საბჭოს წევრებისთვის, ასევე გაუგებარია თუ რაზე დაყრდნობით ამტკიცებენ. ცალკეული თანამშრომლები თითქოს სარედაქციო პოლიტიკაში გარე ჩარევა ხდება, როდესაც თავად ზეწოლის შესახებ ინფორმაცია წლების განმავლობაში ერთხელაც არ გაუჟღერებიათ. როდესაც საზოგადოებრივ აუწყებელს ასეთ ბრალდებას უყენებ, ამას სჭირდება ძალიან სერიოზული არგუმენტები და ძალიან სერიოზული დადასტურება, იმიტომ რომ აქ აღქმები და მოსაზრებები არაფერს არ წყვეტს, იმიტომ რომ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს ძალიან სუბიექტური, ძალიან მიზანმიმართული და ძალიან ცუდად მოტივირებული. აღმოჩნდა რომ აქ ძალიან ბევრი რამ სწორედ იმის საპირისპიროა, რაც ჩვენ გუშინ აქ მოვისმინეთ. და საზოგადოება იმდენ პატივისცემას კი უნდა იმსახურებდეს, რომ ვიღაცის მოჩვენებები არ იყოს ტირაჟირებული აქ. რეალური გავლენები, როგორც ყოფილა და რაც ყოფილა, აგერ ჩვენ დღესაც მოვისმინეთ ეს. რა გავლენა, როდესაც გამოდიხარ, ამბობ რომ გავლენა არ ხსე და მე ამბობ რომ მე ეს არ მიგრძნია. მეორე ამბობს არც მე არ მიგრძნია, მესამე ამბობს არც მე არ მიგრძნია. ვინ იგრძნო? კი, მაგრამ ვინ არის ასეთი მგრძნობიარე, კაცო? სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით საზოგადოებრივ მაუწყებელში მოკვლევის ჯგუფი იქმნება, რომელიც შიდა საკითხებს შეისწავლის. ჯგუფის დამოუკიდებლობის გარანტირების მიზნით კი მის დაკომპლექტებაში მონაწილეობას არც მენეჯმენტი და არც ბორდი არ მიიღებს.